Bismillah wa salatu wa salam ala rasulillah amma ba'd. ჩვენ ვაგზავნებთ ჰადისებს, ალჰამდულილlah რამადანი გავიარეთ და ახლა უნდა ინშალლა ალლაჰის ნებით, ალლაჰის წყალობით გავაგზავნოთ წიგნი, რომელიც არის საჰი მავარიდ az-zam'an, ზავაიდები. ჩვენ გავჩერდით 119 ჰადისზე. ეს გაკვეთილი ჩვენ ჩავწერეთ. ძმებთან ერთად გაკვეთილი როგორ ჩავწერეთ, მაგრამ შემთხვევით დაგვეშალა. ამიტომ მოგვიწეს თავიდან ჩაწერა. 119 ჰადისი თავს ქვია ბაბულ იჰტირაზ მინალ ბაულ. ანუ რომ ადამიანი როცა შედის საფეფარაშოში, უნდა შეიცავს მაქსიმალურად რომ სიფრთხილე გამოიჩინოს, რომ არ მოხდეს შარდი მის ტანსაცმელზე. ან აბდურაჰმან ბინ ჰასანა. აბდურაჰმან ბინ ჰასანა გადმოსა რომ ხარაჯა ალეინა რასულულლაჰ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამა ფი იადიჰი კაჰიატი ად-დარაყა. რომ შუამამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამა ერთხელ გავიდა ხალხთან და მის ხელში იყო ისეთი, ანუ ფარივით რაღაცა დიდი ჭურჭელი. فودعها فبالا دادو أنو تويس بطر سكمة قاقتها بالا إليها فقال بعض القوم دخل مرصا اسنخا تقارو انظروا إليه يبول كما تبول المرأة شيخدتو أنو أكتب سام سكمسو إيسي رقوس أكتب سانو كاليو فسمع النبي صلى الله عليه وسلم فقال تشمم صلى الله عليه وسلم إزغايغو تم تقوا ანუ ვის მაგას უთხრა ერთ-ერთი ადამიანი ანუ არ იყო მუსლიმებისგან და უთხრა მაგას ვაიჰაკ ანუ ვაიშენ მა ალიმთა მა ასაბა საჰიბ ბანი ისრაილ შენ არ იცი რა მოვიდა ერთ-ერთ ბანუ ისრაილის ხალხი ანუ ეს არის ხალხი რომლებსაც ჟერა ანუ როგორც იუდაელები და ასე შემდეგ კანუ იდა ასაბაჰუმ შეიუნ მინალ ბაულ თუ რაღაცა ეხებოდათ მაგათო ანუ თუ შარდი ეხებოდა მაგათ დასასმელსო ყარადუჰუ ბილ მაღარიდ იმ ადგილს ჭრიდნენ მაკრატელებითო ფანაჰაჰუმ და ერთ-ერთი ადამიანი იმ ხალხს აუგზალა მაგის გაკეთება ანუ არ მოჭრათო ევნებოდა ფაუზიბა ფი ყაბრიჰი და მაგის გამო ეს ადამიანი იყო დასჯილი თავის ყაბრში იმის გამო რომ რასაც იყო კანონში რასაც იყო რომ აუცილებელი იყო მოჭრა მაგან აუგზალა ეს იმაშინეს რომ მაგა დროსაც მაგათვის რამხელა დიდი სიმკაცრე იყო. რა შეიძლება ჩვენთან შარიათში, ალჰამდულილlah, თუ მოხდა მაგალითად ადამიანს დასასმელზე შარდი, შემთხვევით, უბრალოდ წყალი დაასხას იმ ადგილას, ეს არის საკმარისი, რომ გასუფთავდეს, რომ ტაჰური იყოს ის ადგილი. ან აბუ ჰურეირა გადმოსა 120 ჰადისი, كنا نمشي مع رسول الله صلى الله عليه وسلم فمررنا على قبرين. ერთხელ ჩვენ მივიდიოდით შუმავათან صلى الله عليه وسلم ერთათო და გავიარეთ ორ ყაბრთან. فقام فقمنا معه გაჩერდაო და ჩვენ გავჩერდითო მასთან ერთად فجعل لونه يتغير და მისი ფერი შეიცვალა ანუ სახის ფერი შეიცვალა ანუ შეეშინდა შუმავას صلى الله عليه وسلم حتى رعد كم قميصه ის შეეშინდა რომ მის აი ეს ადგილების დაიწყო ანუ კანკალის დაიწყო فقلنا და ჩვენ თქვითო مالك يا نبي الله რა გჭირსო ე ალლაჰის შუმავალო قال ما تسمعون ما أسمع أو تكون أرجسميتو إس راس ميمسميسو قلنا وما ذلك يا نبي الله نشوف كيتو أنو رارسو يا الله شمولو قال ما أنتوا هذان رجلان يعذبان في قبورهما عذابا شديدا في ذنب حي إس أوري ما مقاسيو تاويس قبرشي ما قاتخلا أوتو قصري داشجا إم تصدو بيزغامو راسا شيلي بخالص غونوسورو تيتكو سارابيري أراريو قلنا فيما ذلك يا نبي الله لا شو كيتخيتو انو ريزغامو يا الله شمو ريزغامو يتنجبيان اس خلخيو دا شو ما قامتكوا احدهما لا يستتر من البول ეთეთი მაგათგან ანუ როცა თავის საქმეს აკეთებდა თავს არიფარებდა შარდისგან ანუ შარდი ხდებოდა მის დასასმელზე ანუ ყურადღებას მაგას არ აქცევდა وكان الاخر يؤذي الناس بلسانه და მეორე ადამიანი თავისი ენით ხალხს აწვალებდა ويمشي بينهم بالنميمة და ხალხში დადიოდა ჭორებით, ანუ ჭორებს აფცელებდა. ეს ორი ხალხი, ამ ორ ხალხს ელოდება მკაცრი დასჯა. ამიტომ ამ ორ რაღაცას უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ, რა თქმა უნდა. და როცა ადამიანი წარმოვიდგინოთ, ადამიანი, ანუ ლანძღავს ხალხს, ჭორები დადის ხალხს, ანუ ხალხში აფცელებს ჭორებს ვიღაცაზე, უფრო უარესია, როცა ჭორებს აფცელებს პატიოსან ქალზე და მაგაზე უფრო უარესია, როცა ჭორებს აფცელებს სწავლულებზე, ალიმებზე, ან მუსლიმ მართველებზე ეს არის უფრო დიდი ცოდვა ვიდრე ჩვეულებრივი ხალხის. فدعا بجريدتين من جرائد النخل და შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ სწხოვა საჰაბებს რომ მოიტანათ მისთვის ორი ტოტი, პალმის ტოტი. فجعل في كل قبر واحدة
და ყოველ ყაბრში ჩაარჯო ერთი ტოტი. قلنا وهل ينفعهما ذلك يا رسول الله და ჩვენ ვკითხეთო შუმავალო ეს მაგათ დაეხმარებაო نعم لما უპასუხო قال نعم يخفف عنهما ما دام رطبتين კი დაეხმარებაო შეუმსუბუქებსო დასჭასო სანამ არ გაშრებაო ეს ორი ტოტი და ეს სასწაული არის კონკრეტულად შუმავალისთვის სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ ჩემს მემდადებო ზოგიერთ ხალხს გონია რომ დღესაც შეუძლიათ აიღონ ორი ტოტი პალმის ტოტი ჩადონ ყაბრში და ეს შეუმსუბუქ ექნება ტანჯვა თუ არის ტანჯვა იმ ხალხისთვის ვინც არის ყაბრში და ეს სასწაული ეხება მხოლოდ და მხოლოდ შუმავალს სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ ეს არის იყო მარტო იმ დროისთვის და მარტო შუმავალისთვის სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ მესხე თავი ბაბულ ბაულ ფილ ყადაჰ თავი რომელიც ეხება თუ ადამიანს უნდა პატარა საქმის გაკეთება ღრმა ასე ვთქვათ ჭურჭელი როგორც ესახიან გარშოკ ქოთანში თუ უნდა ამ საქმის გაკეთება عن أميمة بنت رقية قد روم أن النبي صلى الله عليه وسلم كان يبول في قده من عيدان روم شماما صلى الله عليه وسلم أكتب أنه أم بطر سكمس أنه إستي جورجليزغان إيش كوتانيزغان روم السي قدام زدبولي عيدانيس خيزغان ثم يودع تحت سريره ده ميري أمس دبدا ساتوليس كويش მაგრამ ალიმები ასევე თქვის რომ თუ შევხედავთ ასევე სხვა ჰადისებს რომელიც ეხება ამ თემას ადამიანი ეგრე უნდა შეეცადოს რომ ეს მერე ჭურჭელი გამოიტანოს სახლიდან არ დატოვოს ეს სახლში ეგეთ რაღაცა როდის აკეთებს ადამიანი თუ მაგალითად არის ავად ან სიტყვაზე მისი საფერფაროში არის გარეთ ზამთარია ცივა ან რაღაც მიზეზის გამო ამ შემთხვევაში შეუძლია ადამიანს რომ გააკეთოს ეგრე და ჩადოს მაგალითად დადოს საწოლის ქვეშ ან სადმე კუთხეში და ასე შემდეგ თუ არ შეუძლია გავიდეს მაგალითად თუ სოფლებში ცივა და ასე შემდეგ შეუძლია ხალხს გააკეთოს ეგრე ასევე ეს ეხება დედებს რომელსაც ყავთ ბავშვები მაგალითად პამპერსი შეუცვალეს ბავშვს რას აკეთებენ ზოგიერთი ინახავს და აქვს საშუალება რომ გადააგდოს მოაშოროს მაგრამ ინახავენ სახლში ეს არის არასწორი იმიტომ რომ ანგელოზები არ შედიან იმ სახლში სადაც არის ნაჯასი სადაც არის სიბინძურე და სუნნათისგან არის რომ შეუძლია ადამიანს გააკეთოს ეგ მაგრამ ეგრევე უნდა შეეცადოს მოაშოროს რომ ექნება მაგას საშუალება შემდეგი თავი არის რომელიც ეხება ბაბუ მაჯა ფისივაკ თავი რომელიც ეხება იმას რა მოვიდა სივაკის თაობაზე სივაკი არის ეგეთი მცენარე ბევრი თქვენსგან იცის ტოტები ვით არის და თუ მაგათ მოაშორებთ მის კურკას ასე ვთქვათ რას არის გარედან და ცოტათი დაღეჭავთ გამოდის როგორც ნატურალური კვირის შოტკი მას ასევე აქ თავისი გემო თავის სპეციფიკური გემო და ძალიან ეხმარება კვირების გასუფთავებაში მაგ დროს ხალხი იყენებდა მაგას დღესაც შეიძლება ხალხი გამოიყენოს ჩვეულებრივი კვირის შოტკი როგორც თქვა ზოგიერთმა ალიმა ეგას არის იგივე როგორც სივაკი عن عائشة أن النبي صلى الله عليه وسلم قال عائشة قد مصرهم شموما صلى الله عليه وسلم تقول لولا أن أشق على أمتي متو أنو چمي أمتي تسو تو عليك نبودا دنيلي تو أرشمشين نبودا چمي أمتي تسويس دنيليك نبودا لا أمرتهم بالسواك مع الوضوء عند كل صلاة من مقات وبزانب ديو بزانباس بتقول ديو ورم سواكي قاموا يقيني بنات وضوس ميري ვუდუს დროს ყოველი ლოცვის წინ ყოველი ლოცვასთან ესეთი დიდი არის დიდი საქმე სივაკის გამოყენებაო თუ ჩემი უმათისთვისო ძნელი არ იქნებოდაო შუმავა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ იძახის მე აუცილებლად მაგათ ვუბზანებდიო მაგის გაკეთება სივაკის გამოყენება ვუდუს დროს ყოველი ლოცვის წინ ლოცვის წინ 123 ჰადისი سمعت عائشة تقول عائشة გადმოსა რომ إن رسول الله صلى الله عليه وسلم قال روم شمامة صلى الله عليه وسلم تقول السواك مطهرة للفم مردات للرب سواكي არის სისუფთავე პირისთვის და არის გმაყოფილება ღმერთისთვის ამით ადამიანი იღებს ღმერთის გმაყოფილებას აქედან გამოდიან ჩვენ ხედავთ რომ სივაკის გამოყენება შემოწმებადებო არის იბადათი არის თაყვანისცემა რომლის გამო ადამიანი შეიძლება მიიღოს აჯრი როცა აკეთებს იმ ნიათით რომ იყენებს სივაკს ან კვირის ჩოტკის ასუფთავის პირს იმ ნიათით რომ ეს არის სუნნათი მაგით გამო ადამიანის მიიღებს აჯრს შემდეგ ჰადისი 124 ჰადისი ან აბუ ჰურეირა გადმოსა რომ შუმამა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა ალეიკუმ ბისივაკ სივაკი გამოიყენეთო
فإنه مطهرة للفم იმიტომ რომ ჭეშმარიტად ის არისო სისუფთავი პირისთვისო مرداة للرب და არის ღმერთის გმაყოფილებაო რომ ეს არის იბადათი დიდი საქმე მე-11 თავი ბაბუ ფარდ الوضوء თავი რომელიც ეხება ვუდუს აუცილებლობა რომ აბდესტი არის აუცილებელი ლოცვისთვის ან უსამა والد أبي المليح أبو سامة والد بن مليح أنه والد أبو مليح اسمه قد مصطفى أنه سمع النبي صلى الله عليه وسلم يقول بقى جاي يقولون شو ماما صلى الله عليه وسلم تقول لا يقبل الله صلاة بغير طهور الله عز وجل أرمي غبس أرسيتي لوت أنه أرسيت لوتسواس تو أدميانس أراكوندا أنه أبدستيو تو أراكوندا أبدستيو ولا صدقة من غلول دا أرسيتي صدقة რომელიც იყო აი იმ ფულით რომელიც არის მოპარული ფულით ღმერთი ეგეთ სადაყას არ იღებს აქედან ასევე ალიმებმა თქვეს რომ თუ არის ფული ჰარამიანი ფული ჰარამიანი გზით ნაშოვნი ფული ღმერთი არ მიიღებს იმ სადაყას რომს მილიონი ლარი სიტყვაზე მის ადამიანმა სადაყა ეხლა ნახეთ რა უნდა თქვა ტოჰორ არის სისუფთავე თვითონ აბდესტი ტაჰორ არის წყალი რომელიც იყენებენ აბდესტისთვისო ასე უნდა თქვათ რომ ეს არის შარტი ეს არის პირობა ასე ვთქვათ პირობა რომელიც არის აუცილებელი ლოცვისთვის რასაც არის გარედან ლოცვის გარეთ როგორც ყიბლის მიმართულება სისუფთავე რომ უნდა იყოს იმ ადგილას სადაც ლოცულობთ ეს ამას ყველაფერი ქვია შორუტუსალა შორუტუსალა ლოცვის ასე ვთქვათ ლოცვის აი წესები ასე ვთქვათ წესები რომელიც აუცილებელი წესები რა შეეხება იმ საფუძველებს რომელიც არის ლოცვის შიგნით როგორც ფათიხის კითხვა მაგალითად და ასე შემდეგ მაგას ქვია არქანუსალა მე-12 თავი 126 ჰადისი თავს ქვია ბაბუ ფადლ الوضوء თავს რომელიც ქვია რომ ვუდუს დიდი ადგილი ვუდუს აბდესტის ღირსება აბდესტის დიდი ადგილი რელიგიაში عن عبد الله بن مسعود ما قد مصا أنهم قالوا من تكويس كيتخيس شمواس يا رسول الله يا الله شموالو كيف تعرف من لم ترى من أمتك ركول إتسنوبشن إم خالصو روميلس أرجينخيا شيني أمتيز غانو شموا صلى الله عليه وسلم أدخل سلاوي الصحابة موصافيبس روم ما قد قوس أسوي زمبي روميلس أرونخيا روميلس مولن موموالشي Inshallah Allah მაგათ ხოდო ჩვენ მაგათ შორის ამინ და საჰაბები კითხეს მაგასო შეხო მაგას არ გინახიო ეს ხალხი როგორ ისნოფო მაგათო და მან თქვა რომ ყალა ღურrun მაჰჯულუნ ბულყ ეს ხალხი იქნება მაგათ იქნება სინათლიო ისეთი სინათლე იქნება მაგათ შუბლზეო და როგორც აი თეთრი აი ცხენებს როცა აქვთ თეთრი ფეხებზე წინა და უკანა ფეხებზე რო აქვს აი სითეთრე ეგეთი სითეთრე მაგათ ექნებათო რის გამო მინ ათარი ტოჰორ იმის გამო აბდესტის გამო იმის გამო რომ აბდესტი იღებდნენ ლოცვისთვის ყოველთვის ალლაჰი გააკეთა ისე რომ ასასრულ დღეს მაგათ ექნება სინათლე როგორც შუბლზე ასევე ამ ადგილებზე და ასევე ფეხებზე მაგათ ექნებათ სინათლე ეს არის იმის ნიშანი შემოძმება დადებო რომ რამდენად მნიშვნელოვანია ლოცვა წარმოიდგინეთ ის ხალხი რომელიც ალოცულობს არ იღებს აბდესტს როგორ იცნობს მაგათ შუმავალი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამა ასასრულ დღეს ეს არის ერთ-ერთი ნიშანი რომ ადამიანი შეიძლება რომ შუმავალი სალალაჰუ იცნობს თავის ხალხს თავის უმმათს ასასრულ დღეს ალლაჰ მაგაქვადოს მაგათ შორის ამინ ამიტომ ეს ჰადისი არის იმ ხალხის ვინც ალოცულობს როგორც мотивация როგორც საში ჰადისი რომ შეეშინდეს წარმოიდგინე რომ შენ ასასრულ დღეს ხარ ხედავ შუმავა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამა და ის შენ ვერ გიცნო რატო იმიტომ რომ შენ არ ლოცულობ შენ აბდესტს არ იღებდი ამ ხელად სახეფათო ჰადისია ალლაჰს ხომ გაამაგროს ყველა ძმას ყველა დას ვისაც უნდა ლოცვის დაწყება და ვინც ზარმაცობს გაამაგროს ლოცვაზე ამინ მე-13 თავი ბაბულ ბად'i ბილ იამინ თავი რომელიც ეხება რომ უნდა დავიწყოთ საქმეები მარჯვენა მხრიდან عن أبو حريرة قد مسارهم شو ما صلى الله عليه وسلم تقول إذا لبستم تو شايس ميوتو وإذا تودأتم دا تو أيغبت أبدستو فابدأوا بميامينكم دا يتغيد كوني مارجوناتيو مارجونا نغايتا خيليت مارجونا بيخي دا سيشم نغوص أبدست بيغبت وترغالسات بيس ميوت جير مارجونا خيري دا إساري سنتي دا علي ساريس مستحبي
არის ზოგიერთი მომენტი შეიძლება ადამიანს ანუ არის სუნნათში გადმოცემული რომ ხანდახან შუმამა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ძალიან იშვიათად მარცხენათი იწყებდა მაგრამ უფრო მარჯვენათი და ეს არის სუნნათი ალლაჰ მუბარაკა მოგცეთ მე-14 თავი ეს ეხება აბდესტ როგორ ავიღოთ აბდესტი თუ ვიღაცას აინტერესებს როგორ ავიღოთ აბდესტი აი ეს არის ჰადისები ბაბუ მაჯა ფილ ვუდუ თავი რომელიც ეხება იმას რაც მოვიდა აბდესტზე ან ჯუბეირ ბინ ნუფეირმა გადმოსცა ან აბა ჯუბეირ ალ-კენდი قدم على رسول الله صلى الله عليه وسلم ات الصحابة جبير كندي مويدا شموatan صلى الله عليه وسلم فأمر له رسول الله صلى الله عليه وسلم بالوضوء تشموما صلى الله عليه وسلم ما قالوا تقولوا أنا مومنتانيو تقاليو عبدستيستو أنا ناخد وضوء أريس تقالي روميلس يخينبن عبدستيستوس وضوء أريس تيتون اس بروسيسي روميلس كويا عبدستي تودأ يا أبا جبير أنه أيغي عبدستيو أي أبو جبير شو ما مسألة مستولى بليه يقولون بتاويز مستولى سلام أيغي عبدستي أنه ناخذ رجوراك تبس فبدأ بفيه تدايز عبدست أغيبا إجربي تاويسي أنه إجربي بيريت جامولت فقال له رسول الله صلى الله عليه وسلم تأوتخ ما شو ما صلى الله عليه وسلم لا تبدأ بفيك نو دايز غيبو شيني بيريدانو فإن الكافر يبدأ بفيه إميتورم كافري يتقبسو تاويسي بريدونو أميتوم زوكام علمات كارو أو تسلبيليا روتسا ويغبت عبدث جير خيلبي داوي بانوتو إخا مو مغاز مو جير خيلبي داوي بانوتو أنو تو أداميان دايزغو بريدان أنو ميس عبدستي ماينس يتلبا მაგრამ აუცილებელია მაინც ჯერ ხელებიდან დაიწყოს. ثم دعا رسول الله صلى الله عليه وسلم بالوضوء მერე შუმამა صلى الله عليه وسلم კიდე ერთხელ სთხოვა რომ მოიტანათ წყალი აბდესტისთვის. فغسل يديه حتى أنقاهما დაიბანა თავისი ხელები სანამ არ გაასუფთავა. ثم تمدمد واستنثر მერე პირი გამოაავლო, წვირი გამოაავლო. ثم غسل وجهه ثلاثا მერე დაიბანა თავისი სახე სამჯერ. ثم غسل يده اليمنى მერე დაიბანა თავისი მარჯვენა ხელი إلى المرفق ثلاثا أنه إذا قمت سامجرو ثم غسل يده اليسرى ثلاثا مير دايما تاويس مارسخينه خيلي أسوي إذا قمت سامجر ثم مسح برأسه مير أني سويري خيلي بيتس أو سواو تاويس أنو تاوسو وغسل رجليه ده ماجس مير دايما تاويسي بخبيو إساري سنتي چموزمبو چمودبو شمدي حديثي أسوس دا مصر حديثي عن سلمة بن قيس الأشجعي قال سلمة بن قيس الأشجعي تكارم قال رسول الله صلى الله عليه وسلم شمما صلى الله عليه وسلم تكا إذا تودأت فاستنثر تو عبد سايغبو أنو ماغرات غاموي წყალი წხვიდანო 23-ში წყალს ვიღებთო მაგრა გამოიტანო წყალიო وإذا استجمرت فأوتر და თუ გამოიყენებსო როცა ადამიანი მიდის საფერფაროში დიდზე მაშინ გამოიყენე როგორც მაგდროს ქვა დღეს ეხლა შეიძლება ქაღალთი იყოს და ასე შემდეგ სამჯერო რომ იყოს კენტი რიცხვი დაწყებული 3-დან 130 حديثي ეს არის ძალიან კაი حديثي რომელიც აჩვენებს კონკრეტულად აი დეტალურად როგორ უნდა იყოს მუსლიმი აბდესტს أن عبد خير ما قاعد مستروم دخل علي رضوان الله عليه الرحبة علي رضي الله عنه شوية يدخل إزوشي بعد ما صلى الفجر إمس ميرو إيروتسا ديليس لوتسوا فجلس في الرحبة دجد إزوشي ثم قال لغلام دا ميري أدخل إتت أخاغز دبيتش إئتيني بتحور موميت أن يتقالي عبدستيستويس فأتاه الغلام بإناء فيه ماء وطست موطن ماغاس اس أخاغز دبيتشي چوچري روملشي سيخو تقالي دا سوي تاشتي أن دوكي يخو قال عبد خير متكارو ونحن جلوس ننظر إليه تشوم زيورتو دا وقوربتو أنو إخلا إتسيان دو عبدستون دا يغوز دا وقوربن روغور أيغوز عبدستروم إستولوس قال ما قالتك فأخذ بيده اليسرى الإناء تاويس مالخنا خالد أيغو إشجورجري فأفرغ على يده اليمنى داعس خالد تاويس مرجونا خلزي ثم غسل كفيه دايبان تاويس خالي دايبان تاويس خالي ثم أخذ بيده اليمنى الإناء فأفرغ على يده اليسرى ميري مرجونا خالد أيغو إشجورجري داعس مالخنا خلزي كل ذلك لا يدخل
ლა იუნხილუ იადაჰუ ფილ ინა მაგ დროს ანუ იმ ჭურჭელში სადაც იყო შეგროვებული წყალი იქ ხელებს ანუ იქ ხელები არ ჩაყო ანუ აიღო სხვა ჭურჭლით აიღო წყალი დაასხა დაიბანა ორივე ხელი حتى غسلهما 3 مرات სანამ არ დაიბანა სამჯერ თავისი ხელებიო ثم أدخل يده اليمنى في الإناء და მაგის მერე იმის მერე უკვე ხელები გასუფთავდა მაგის მერე შეიყვანა ანუ მარჯვენა ხელი იმ ჭურჭელში სადაც იყო წყალი قال და საჰაბამ თქვა ანუ ვინც ნახა თქვა ის რომ فتمدمد واستنثق ونثر بيده اليسرى თავის პირი გამოვლო ცხვირი გამოვლო და მარცხენა ხელი ანუ ძლიერად გამოიყვანა წყალი ცხვირიდან فعل هذا 3 مرات და ეს გაკეთა სამჯერ ثم غسل وجهه 3 مرات მერე დაიბანა თავისი სახე სამჯერ ثم غسل يده اليمنى 3 مرات მერე მარჯვენა ხელი დაიბანა სამჯერ الى المرفق ანუ იდაყვამდე ثم غسل اليسرى الى المرفق 3 مرات მერე დაიბანა მარცხენა ხელი იდაყვამდე სამჯერ ثم أدخل يده اليمنى في الإناء حتى غمرها მერე შეიყვანა თავისი მარჯვენა ხელი იმ ჭურჭელში სანამ ანუ ბოლომდე არ შევიდა მისი ხელიო ثم رفعها بما حملت من ماء და მერე როცა აწია ის ხელი და იმ წყალთან ერთად რომელიც იყო დარჩენილი ხელზე ثم مسحها بيده اليسرى ثم مسح رأسه بيديه كلتيهما مرة واحدة მერე როცა ამოიღო ეს წყალი მარჯვენა ხელით მარცხენა ხელით წაუსვა ანუ ხელზე რომ აქაც იყოს წყალი და ანუ წაუსვა მერე მაგის მერე თავზე ერთხელო ثم صب بيده اليمنى 3 مرات على قدمه اليمنى მერე მარჯვენა ხელით დაასხა წყალი თავის მარჯვენა ფეხზე ثم غسلها بيده اليسرى და დაიბანა თავისი მარცხენა ხელით ანუ მარჯვენა ხელით დაასხა მარჯვენა ფეხზე და დაიბანა მარჯვენა ფეხი მარცხენა ხელით ثم صب بيده اليمنى على قدمه اليسرى 3 مرات მერე დაასხა თავისი მარჯვენა ხელითო მარცხენა ფეხზე წყალი დაასხაო სამჯერ ثم غسلها بيده اليسرى უკვე მარცხენა ფეხზე გადავიდა და მერე დაიბანა თავისი ფეხი მარცხენა ფეხი სამჯერ ثم أدخل يده في الإناء ამის მერე შეიყვანა თავისი ხელი იმ ჭურჭელში فغرف بكفه فشرب منه ანუ აიღო წყალი და დალია იმ წყლიდან ثم قال და მერე თქვა هذا طهور النبي صلى الله عليه وسلم ეს არის შრომავალის აბდესტიო صلى الله عليه وسلم فمن أحب أن ينظر إلى طهور النبي صلى الله عليه وسلم فهذا طهوره და ვისაც უნდა რომ ნახოსო როგორ აკეთებდა შრომავალი صلى الله عليه وسلم აბდესტო ეს არის მისი აბდესტიო 131 حديثي عن نزال بن صبر ما تكارو صليت مع علي بن أبي طالب بلوتسيو الزهرة زخريس لوتسو أنو ميوري لوتسوا فذكر نحوه ده إيجيوي مويقان رغل تينا حديثي إلا أنه قال قرد يمسر من دامت رم ومسح برأسه ومسح رجليه تاويس أنو بخي أنو تاويس خيلبيت تاوزت أوسوا ანუ სვერი ხელებით და ასევე თავისი ხელებით ანუ და ასევე წაუსვა ანუ ფეხებზეო და ალიმი ასევე თქვა ან აქ ნიშნავს ან მასი გაკეთა ან უბრალოდ ერთხელ დაიბანა ფეხები და არა სამჯერ 132 حديثي عن ابن عباس من تقارو دخل علي بيتي وقد بال فذكر بعده علي رضي الله عنه شويد ماغستان مويد ماغستان مستان სტუმრად საფირფანში შევიდა საქმე გაკეთა და იგივე ჰადისი მოყვა რომ ასევე იგივე აბდესტი აიღო 133 حديثي أبي وائل من قد مستا رأيت عثمان رضي الله عنه يتودأ بمنخرم عثماني رضي الله عنه أيغو أبدستي فخلل لحيته 3 دا تاويسي تسويريو أنو سامجر أيس تسويلي خليبيت أيسي غاقيتاو تاويسي تسويريو وقال هكذا رأيت رسول الله صلى الله عليه وسلم فعله دا تكوارو أسو نخيورم شموالي صلى الله عليه وسلم მასე აკეთებდაო ეს არის სუნნათი და ვისაც არ აქვს წვერი ამ სუნნათს ვერ გააკეთებს ამიტომ აუცილებელია ჩემო ძმებო წვერი والله ძმებო წვერზე არა იმდენი ჰადისი მოსული
და მაზაბების შორის არანაირი იხtilafი არ არის, რომ წვერი არის აუცილებლობა მამაკაცისთვის. ალლაჰ მუბარაკა მუცით. 134 ჰადისი ან აბდულlah bin Zayd გადმოსვა რომ ანა ნაბია სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ უთია ბისულითი მუდინ მას მოუტანისო წყალიო ან მუდ არის ძმებო აი მიახლოებით რას ეთევა ამას ქვია მუდ მაგის 2/3 ნაწილი მოუტანისო ფათავადა და მაგით აიღო აბდესტიო ფაჯაალა იუდალიკუ ზირაი და როცა აბდესტი იღებდაო ასე უსვევდა ხელებსო ესაც არის სუნნათი შემოძმება, როცა ბევრი წყალი არ არის, შეგიძლია მაგალითად ცოტა წყალი დაასხათ და მერე გაანაწილოთ თრიან მაგალითად ხელზე, ეგაც არის სუნნათი. 135 ჰადისი აბუ ჰურეირამ გადმოსვა, ანა ნაბია სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თავადა მარრათეინ, შუმა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ ერთხელ აიღო აბდესტი, ანუ რასაც ხანდახა ვაკეთებ 3 ჯერ, ასევე გააკეთა 2 ჯერ, მაგალითად სახე დაიბანა 2 ჯერ. სუნნათი არის ყველაზე კაი 3, მაგრამ 2-ის შეიძლება, ეგ არის სუნნათი, 2-ის შეიძლება. 136 حديث عن أبي المطلب თქვა რომ أن عبد الله بن عمرو كان يتودى ثلاثا رم عبد الله بن عمرو سامجر აკეთებდა აბდესტს ანუ სამჯერ იბადა ფეხებს ხელებს სახეს يسند ذلك إلى النبي صلى الله عليه وسلم და ამას ამბობდა რომ შუმავალი صلى الله عليه وسلم ეგრე აკეთებდა